და დაძისათა და სულისა წმინისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს კიდევ ერთი წირვისათვის. ღვთისწყალობასა და მადლს მოყავს ადამიანი ტაძარში. თუმცა ზოგჯერ ადამიანები ჩვენ საკუთარ თავს ვაწერთ ღვთის დიდ წყალობას და ზოგიერთ შემთხვევაში მადლიერი ვართ რომ მოვდივართ და ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ თავს ვაწერთ და ვამაყობთ ამითი რომ რაღაცას ვაკეთებ და ზოგიერთ შემთხვევაში კიდე თუ ცოტა კიდე გადააჭარბებს ადამიანი თითქოს ღმერთი ჩვენი მოვალე ხდება იმის გამო რომ ჩვენ ტაძარში მოვდივართ. აი თითქოს ვამადლით მერე რომ აი რაღაცას ვაკეთებ ჩვენ და ახლა ღმერთი სანაცვლოდ რატო არაფერს აკეთებს ჩვენთვის. მაგრამ თუ ადამიანი დაფიქრდება მადლიერების მეტი არაფერი არ დარჩება. დღევანდელი სახარება ჩვენ გვესაუბრება რწმენის შესახებ. თუ მოусმინეთ, ესე იგი მაცხოვარი როდესაც კაპერნაუმში შედის და თქვენ იცით რომ უამრავი ხალხი დაყვებოდა მაცხოვარს. დაყვებოდნენ სხვადასხვა მიზნით, ესე იგი. იყო იქ სუფთა სულიერი მიზანი რომ რაღაც მოესმინათ. იყო ჯანმრთელობის გამოც რომ განკურნებულიყვნენ და იყო არასწორი მიზნებიც რომ იცით სახარებიდან რომ იმიტომ უნდათ რომ გაამეფონ რომ არხეინი ცხოვრება ჰქონდეთ და შრომა არ დაჭირდეთ, რადგან ნახეს რომ 5000 კაცი დააყურა 5 პურით და 2 თევზით. აი როდესაც კაპერნაუმში ერთ-ერთ სახლში შევიდა მაცხოვარი, უამრავი ხალხი დგას და კარებშიც უამრავი ხალხი დგას, ისე რომ ადამიანს შესვლა რო უნდოდეს, იქ ვერ შევა. და მოჰყავთ ესე იგი საკაცეზე დასვენებული, განღვეული, ანუ პარალიზებული ადამიანი 4 მეგობარს, ესე რო თქვა, თუ ნათესავს, ნუ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ არ კონკრეტდება ვის მოყავს, მაგრამ 4 ადამიანს მოყავს. ახლა ჩვენ ხო ადამიანები ვართ, ჩვენი ადამიანური სისუსტეებით და სულ რო კვდებოდეს კაცი შეიძლება აფთიაქის რიგში არავინ არ გაატაროს, იმიტომ რომ ის არის პირველი და აქაც ესე. აი საიდან ჩანს, იმიტომ რომ ვერ შევიდნენ კარიდან. წარმოიდგინეთ აი ესეთი უძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, მაგრამ იქ შიგნით არავინ არ უშვებს. ამიტომ რა გააკეთეს? ავიდნენ სახურავზე და სახურავი ახადეს. ოღონდ ეს ჩვენნაირი სახლები არ არის, იუდაური სახლები ასეთი მოწყობით გამოირჩეოდა, რომ ჩვენთან ესე იგი არის შენობა და აქვს სახურავი და წინ არის ეზო, მაგრამ მათი სახლები ძირითადად ასე იყო, რომ გარშემო იყო ოთახები და შუაში იყო ეს ეზო და ეს ეზო სახელდახელოდ იყო ხოლმე გადახურული. აი ამგვარ სახლზეა საუბარი, სხვანაირად ჩვენ უბრალოდ ვერ წარმოვიდგენთ, რანაირად შეიძლება ახლა დაბეტონებული სახლი თუ რაღაცა ჭერი ქონდეს და ახადო და ამოანგრიო და იქიდან ჩაუშვა ავადმყოფი. მაგრამ აი ასეთ ეზოზეა საუბარი, ასეთ სახლზეა საუბარი, ახადეს სახურავი, ჯერ ავიდნენ. ახლა წარმოიდგინეთ, რამხელა შრომა დაჭირდებოდა. ჯერ ერთი კაცი რო ავიდეს, იმას უნდა შრომა და თუ არ აღწამს, არ ახვალით, არ გაირჯები. ახლა 4 კაცი უნდა ავიდეს, მერე საკაცეზე დასვენებული კაცი აიყვანონ იქ, მერე სახურავი ახადონ, ჩაუშვან იქიდან. რატო კონკრეტდება ეს ყველაფერი, თუ მათ რწმენა არ ექნებოდათ, რომ მაცხოვარი მას უშველიდა, არ გააკეთებდნენ ამას. აი ჩვენ გაგვიგონია ესე იგი ადამიანები ამბობენ რომ ჩვენ გვწამს. აბა ეგ ცოტა ხანი იქით დადესად. ესე იგი გვწამს, ჩვენ ყველა ვამბობთ, ვინც მონათული ვართ, მაგრამ და შეიძლება არც ეკლესიურად არ ცხოვრობს, აღსარებას არ ამბობს, არ ეზიარება. თუმცა კი არ ტყუის, როდესაც ამბობს რომ სწამს. მართლაც სწამს, მაგრამ იმ რწმენაშიც არის საფეხურები. მას ჯერჯერობით ისე სწამს, რომ მარტო ფიჯვარს იწერს სიტყვაზე ვამბობ. ვიღაცა სანთელსაც ანთებს. ვიღაც შეიძლება ტაძარში მივიდეს და
ოღონ არც აღსარება თქვას, არც ეზიაროს წირვას დაესწროს, მოისმინოს. ვიღაცას კიდევ უფრო მეტი სამს, ესე იგი შეიძლება თვითონაც ილოცოს სახში და მარხვა შეინახოს. ვიღაცას აღსარებასაც აუს და აი ესე ნელ-ნელა ეს რწმენა იზრდება და თუ ადამიანი არის გულწრფელი, აი ამას ხაზი უნდა გაუცოთ, თუ ადამიანი არის გულწრფელი, არა, ღმერთი არ დატოვებს და ის ნელ-ნელა გაიზრდება რწმენაში. მაგრამ თუ კაცი საკუთარ თავს ატყუებს, თუ იცის, რომ ესეა სწორი და თავს უხუჭავს ჭეშმარიტებას, არა, ის ძალიან ძნელია, რომ თუ რამე არ შეიცვალა ამ ადამიანში, თუ რაღაცა განსაცდელი იქნება ეს, თუ რაღაცა სიხარული თუ რაღაცა ღმერთს არ დაელევა ასეთი საშუალებები, რომ ადამიანს გამოუგზავნოს, მაგრამ თუ რაღაცა არ მოხდა ამ ადამიანში, შეუძლებელია, რომ აი ასე ამ დაზიანებული სინდისით საკუთარ თავს რომელიც ატყუებს, რაღაცა წარმატებას მიაღწიოს და რწმენის მეორე საფეხურზე გადავიდეს. ესეთი რამე ძალიან ძნელი. აი მაგალითად მოციქული პავლეც დევნიდა ქრისტიანებს და სხვა იუდეველებიც დევნიდნენ. მაგრამ მოციქულ პავლეს აეხილა სულიერი თვალი, რადგან ის იყო გულწრფელი და დევნიდა ქრისტიანებს არა რაღაცა ხორციელი მისწრაფებების გამო, არამედ ნამდვილად ასეთი რწმენა ჰქონდა, რომ თუ ის ქრისტიანებს გაანადგურებდა თავისი მამაპაპეულ რწმენას დაიცავდა ამითი და იმ ჯულს დაიცავდა. ამიტომ რადგან გულწრფელი იყო, ღმერთმა არ დატოვა ის. და ღმერთმა სულიერი თვალი აუხილა და ყველაზე დიდი ქადაგებელი ქრისტიანობისა სწორედ მოციქული პავლე შეიქმნა. ამიტომაც აი რწმენაში გაძლიერების ერთ-ერთი საფუძველი სწორედ გულწრფელობა არის, რომ რაც გესმის, ის გააკეთო. თუ რაც გესმის, იმას არ აკეთებ, მაშინ უელოდები, რომ წინ წაიწევ. ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ერთი რამ, რომ შეიგი, როდესაც მაცხვართან ჩაუშვეს ეს განღოური, უფალი ეუბნება, რომ მიგეტევაო შენი ცოდვები. და ხალხი ამბობს, რომ რატო ამბობს ამას, რატო გმობს ღმერთს, ვის შეუძლია ცოდვების მიტევება? იმიტომ რომ ერთადერთი ღმერთს შეუძლია ცოდვების მიტევება. და თითქოს მაცხვარი ჩვენი იესო ქრისტე იბრალებდა იმას, რომ ღმერთი იყო და ცოდვები მიუტევა. ეხლა ეუბნება აი ამ გარშემო შეკრებილ ხალხს, ვინც მას განეკითხავდა, მწიგნობრები, ფარისევლები, ეუბნება, რა უფრო ადვილია ეხლა, რომ ადამიანს უთხრა მოგეტევა შენი ცოდვები, თუ ის რომ ადექი აიღე შენი სარეცელი და წადი. ანუ 4 კაცმა ხო ჩამოუშვა ძირს და რა უფრო ადვილია, რომ უთხრა? ადვილია რომ უთხრა მოგეტევა შენი ცოდვები. იმიტომ რომ უთხრა მოგეტევა, წადი და გაიგე ახლა მართლა მიეტევა თუ არა, არ არის ეს ხილული, არ ჩანს. ამიტომ ყველას შეუძლია ის თქოს რომ მოგეტევა. ან თქვენ ხო ფიქრობთ რომ ეს უფრო ადვილია რომ მოგეტევა, სინამდვილეში ეს ღვთის გარდა არავის არ შეუძლია. მაგრამ გარეგნულად ხო ჩანს რომ ადვილია რომ უთხრა მოგეტევა და ხო უფრო რთულია რომ უთხრა აბა შენ უკვე ჯანმრთელი ხარ, ხავატყოფს უთხრა ჯანმრთელი ხარ, აიღე შენი საწოლი და წადი. ეხლა ის რომ დაიჯეროთ, მართლა უნდა გაადგეს და ჯანმრთელი წავიდეს. ამიტომ რაც უფრო რთულად საგონებელი ჩანდა, რთულად ეჩვენებოდა ადამიანს და რაც უფრო ხილული იყო, აი მის მეშვეობით მაცხვარმა ისინი დაარწმუნა იმ უხილავის შესაძლებლობაშიც და ეუბნება განრღოვლს, ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი. და სრულიად ჯანმრთელი დგება ადამიანი და მიდის. და იმ უხილავის მეშვეობით, რაც სინამდვილეში უფრო მცირეა, ვიდრე ცოდვათა მიტევება, ანუ ხორციელი კურნება უფრო მცირეა, ვიდრე სულიერი კურნება, მაგრამ რადგან ხილულია, აი ამ ხილულის, თუმცა უფრო მცირეთი დაარწმუნა მაცხვარმა უხილავში და უფრო დიდში, რომ ცოდვათა მიტევება შეუძლია. და ადამიანის რწმენაც აი აქ არის, რომ ჩვენ როდესაც აღსარებაზე მოვდივართ, ადამიანს უნდა სწამდეს, რომ ღმერთმა მას მიუტევა შეცოდებები. ოღონდ აქ ერთი რამეა ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ როდესაც აღსარებაზე მოვდივართ, იქ პატარა კუდი ბოლოში არ უნდა დაუტოვო შენ აღსარებას. არც თავი არ უნდა გაიმართლო.
აი ზოგჯერ ყოფილა რომ ალბათ ყველას არა, მაგრამ ყოფილა ადამიანებს გქონია მეც პირადად და შეუწუხებია რაღაცა აღმომიჩენია რომ ბოლომდე ისე ვერ მithქვამს ახსარებაში როგორც უნდა მეთქვა. და მე ვგრძნობ რომ ეს არ იყო ის ჩემი გული არ გათავისუფლდა. მაგრამ როდესაც მე ხელმეორედ მიდიხარ და იმას ამბობ, იმ კუდს გაუსწორებ, რაც ვერ იყო კარგად ნათქვამი, მე შენი გული გრძნობს რომ გათავისუფლდა. და ეს მარტო ის კი არ არის რაღაცა საკუთარ თავს შენ თვითონ დააჯერო. ეს შინაგანად ისედაც ასე მოხდება. ერთი საკითხია კიდეც მენას რაც უკავშირდება გუშინ ჩვენ ბავშვების თაობაზე, ბავშვებისადმი ზრუნველობის თაობაზე. მშობელთა კრება გქონდა მოკლედ და იქ ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა ძალიან მნიშვნელოვანია, თითქოს ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ აი მაგალითად ეს ბავშვები, მორწმუნე ბავშვები, სადაც სწავლობენ სკოლაში, იქ უწევთ იმ გარემოში შეხება ბავშვებთან, რომლებიც არ ცხოვრობენ ეკლესიურად. კი არ ვამბობთ, რომ ვინმე კარგია, ან ვინმე ცუდია, ან ჩვენი ესენი ვინმე ჯობიან, არა. უბრალოდ ცნობიერება არის დაზიანებული და ერთმანეთის მიმართ შეიძლება დამცინავი და აბუჩად ამგდების სიტყვები გამოიყენონ უბრალოდ რაღაცა ხორციელი დანაკლისის გამო. ვიღაცას ისეთი პერანგი არ აცვია სხვას რომაც, ვიღაცას ტელეფონი არ აქვს. ერთ-ერთი მშობელი ამბობდა, რომ ერთ ბავშვო, რაღაცა ტელეფონი ჰქონდა იმ წელს გამოსული, ოღონდ რაღაცა სხვა მოდელის ტელეფონი და მოკლედ მთელი ბავშვები დასცინოდნენ, რომ შენ ეს მე ხო საგანგებოდ არ ვამბობ რა ტელეფონებზე. მე ვიღაცა მოსხმენ რეკლამა გავუკეთავდა. რეკლამებიც მაგათთვის მიმინდია და ის ტელეფონებიც. რაღაცა შენ რო ისეთი არა გაქვო, რაღაცა დასცინოთ, მაგრამ ეხლა მოდი ერთ რამეს დავაკვირდეთ. მშობელი, რომელიც მე ამ დროს ადგება და შვილს უყიდის ისეთ ტელეფონს, რის გამოც აღარ დასცინე. აქ დიდი საფრთხე არის დამალული და რა საფრთხე მე ვფიქრობ სხვათა შორის და ერთი არ ვიცი ჩემი მოსაზრება მინდა გაგიზიაროთ. რა საფრთხეა ჩამალული? თუ დაუშვათ ჩვენს შვილს, ეხლა ბავშვებისთვის ვამბობ, ჩვენ თუ დაუშვათ დაგვცინიან ტელეფონის გამო. და ეხლა ჩვენ მშობელს აუხილდებით, რომ აი გინდა თუ არა ესეთი მიყიდე, იმიტომ რომ აღარ დამცინონ. და ხარ რომ იმის გამო დაგცინონ, რომ რაღაცას პატიოსნად აკეთებ. მე რა უნდა ვქნა? წახვალ და არაწესიერად უწესოთ მოიქცევი, რომ მე აღარ დაგცინონ. ანუ აი აქ არის ეს საფრთხე. შენ თუ სიწმინდის გამო დაგცინებენ მე რა უნდა ვქნა? უწმინდურად უნდა მოიქცე? ამიტომ აი ამ მცირედის გამოც, რის გამოც შეიძლება დაგცინო. შენ უნდა შენი პოზიცია დაიცვა. აქაც წმენა ჩანს. დაიცვა ის, რომ ტელეფონი არ განსაზღვრავს ადამიანს. ქურთუკი თუ შარვალი თუ კაბა არ განსაზღვრავს ადამიანს. და შენ ეს ცნობიერება შენს კლასში თუ ვერ დაიცავ და შენ სკოლაში იმის იქით დაიცავ. აქ თუ წმენა და სიმტკიცე ვერ გამოიჩინე, რომ რაც გჯერა იმაში მტკიცე იყო და შენ თუ დადგები იმ შენ აზრზე და მტკიცე დარჩევ გავა დრო და ის ადამიანები, ვინც შენ ამის გამო დაგცინოდნენ, პირიქით შენს მიმართ პატივისცემით შეიცვლება ის დაციმა. მაგრამ შენ თუ ადგები და იმის გამო რომ არ დაგცინონ, მათ დაემსგავსები და მათთან გაითქვიფები. შენ როგორც ქრისტიანმა უკვე დაკარგი ყველანაირი ფასი. შენ აღარავინ აღარ მოგვაძავს. შენი სიმტკიცე გაქრა აღარ არსებობს. ამიტომაც ესეც წმენის საკითხია. აი ბავშვებო, ჩვენ როდესაც რაღაცის გამო, რაც ჩვენ გვჯერა, იმის გამო ვიღაცა დაგცინებს, ჩვენ არ უნდა შევიცვალოთ აზრი მარტო იმიტომ, რომ აღარ დაგცინო. ესეც წმენის საკითხია. და კიდევ არის ასეთი, რომ აი მაგალითად რატომ არის სახარებაში, რომ მაგალითად ჯოჯოხეთზე გვესაუბრება უფალი, იმ ჯოჯოხეთის სატანჯველებზე გვესაუბრება უფალი, ან სხვაგვარად წმინდანთა მარადიულ სიხარულზე გვესაუბრება, როგორ სიხარულს განიცდიან წმინდანები. იმიტომ რომ ამან ჩვენი ესე იგი
ქცევა ჩვენი საქმეები და საქმეების კეთებისას ჩვენი გულმოდგინება უფრო მეტად აღაგზნოს და აანთოს. აი მაგალითად, დილით ადგომა რო ეზარება ადამიანს, სიტყვაზე ვამბობ, თუ იცის რომ თუ არ ადგან რაღაცა დაშავდება მის გამო და შეიძლება რაღაცა საყვედური უთხრან დასაჯონ, ხო წამოდგება უფრო. ვიდრე მაშინ, როცა იცის რომ ამის გამო არაფერი არ მოხდება. აი ეს შიში რომ რაღაცა არ მომივიდეს, გააკეთებინებს რაღაცას. მაგრამ ამ შიშზე უფრო მეტი ძალა აქვს სიხარულს. როდესაც იცი, აი მაგალითად იცი რომ დილით უნდა ადგე და მეგობრებთან ერთად სადღაც მიდიხარ. აი ხა დღეს თქვენ ხო ბანაკი იწყება ხო თქვენ. ახლა ვინმე დაგაძალათ რო გინდათ თორე მე მგონი გუშინ არც დაგიძინიათ რო გიხაროდათ რომ უნდა წამოსულიყავით ხო მართალი. აი ამ სიხარულს მეტი ძალა აქვს. რატომ სახარებაში ხშირად არის რომ წმინდანთა სიხარულზე გელაპარაკება უფალი. სასუფეველის სიხარულზე გელაპარაკება, რომ ამ სიხარულმა აგანთო შენ რომ აკეთო ის რაღაცა. იმიტომ რომ ახლა ჩვენ რწმენაზე ვლაპარაკობ და რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. შეუძლებელია ადამიანმა თქვას რომ წამს და იმ წამსის უკან საქმე არ ჩანდეს, მაშინ ის იტყუება. აი 4 კაცმა რომ მიიყვანა განღვეული, მათ წამდათ რომ უფალი განკურნავდა და იტვირთეს ეს შრომა. მათ რო ეთქვათ, ჩვენ წამს რომ უფალი განკურნავს, მაგრამ გარეთ დამდგარიყვნენ რიგში და დალოდებოდნენ იმას. სწორი იქნებოდა? მათ იზრუნეს რომ მიესწროთ, შეიძლება ვინ იცის როგორ ცუდად იყო ის ადამიანი. ჩვენ ისტორიას თუ გადავხედავთ, ესე იგი, ჩვენ წინაპართა რწმენა სწორედ მათ საქმეებში ჩანს. და ჩვენ თითოეული ჩვენგანის რწმენაც ჩანს ჩვენ საქმეებში. დიდი იქნება ადამიანი, პატარა იქნება. ზოგმა კიდე ისე ირწმუნა და მე ისე შეიყვარა უფალი, რომ მოწამეობრივი სიკვდილითაც კი აღესრულა. რადგან ყველაზე წინ უფალი დააყენა, თავისი სიცოცხლეც კი გაიღო უფლისათვის. და როდესაც ადამიანი რწმენით უდგება, მაშინ სახთო საქმეს აყენებს პირველ ადგილზე. აი მაგალითად აბრაამზე წერია, რომ როდესაც უფალმა უთხრა, რომ შვილი შემომწირეო, აბრაამზე წერია, აბრამი დილა ადრიან ადგა. ხო უნდა შეეწირა შვილი, მაგრამ კი არ თქვა, რომ მოდი მაინც ხო უნდა შევწირო და საღამოთი შევწირო, არა. პირველ ადგილზე დააყენა ღვთის საქმე, რაც ღმერთს აღუთქვა. აბელმა საუკეთესო შეწირა უფალს და მანაც პირველ ადგილზე ღმერთი დააყენა. კაინისა არ შეიწირა ღმერთმა. ანუ ჩვენ როდესაც ჩვენი დროის თუ ენერგიის თუ უნარების ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ძალიან კარგად თქვა, ნარჩენებს მიუყრით ღმერთს, ღმერთი ამას არ შეიწირავს. ისედაც ჩვენ რო დავფიქრდეთ, აი ადამიანს ეუბნები, რომ რაღაცას თხოვ, რომ იქნება ეს გამიკეთო რაღაცა. რა ვიცი, ნებისმიერი რამეა. და გაიგე რომ თურმე დილიდანვე დაუწყია შენი საქმე. ხო შინაგანად მიხვდები, რომ ნახე როგორ უყვარვა, რომ ჩემი საქმე პირველ ადგილზე დააყენა. მაგრამ თუ გაიგებ, რომ საღამო მოვიდა და ჯერაც არ დაუწყია, მაგრამ აპირებს, მიხვდები, რომ შენი საქმე და იმ რაღაც საქმით ჩანს მისი სიყვარული შენს მიმართ. ორჩა და გათავდა, მეტი არაფერი, ამიტომაც წერია აბელთან დაკავშირებით, რომ ღმერთმა მოხედა აბელსა და მის ძღვენს. ანუ იქ ცხარი კი არ იყო მთავარი, ან კაინის შემთხვევაში ბოსტნეული. აქ აბელის გული იყო მთავარი. ღმერთმა მოხედა აბელს და მის ძღვენს. მე წერია მის ძღვენს. ძღვენი კი არ არის აქ მთავარი. აბელის გულია მთავარი. ამითი ჩანს აბელის დამოკიდებულება. ამიტომაც აი ჩვენ თავს რო დავაკვირდეთ, რას მოხედავს ღმერთი, რას შეიწირავს ღმერთი ჩვენგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ამაზე ფიქრობდეს, რომ მარტო ის კი არა, რომ ჩვენ მექანიკურად რაღაცები ვაკეთოთ. ჩვენ საქმეში რამდენადაც გამოვლინდება, იმდენად გწამს. ეს არის ყველაზე ზუსტი მაჩვენებელი. ამაზე უკეთესი არ არსებობს. იმიტომ რომ ესეც ღვთისგან არის, მოციქული ამას ამბობს. მიჩვენე შენი რწმენა
შენი საქმეები და მე გიჩვენებ ჩემს ჩემი საქმეები. და მე მაგალითი მოყავს, რომ მიხდეს ადამიანი, რომ აბსურდია საქმეების გარეშე რწმენა. აი მაგალითად ძმას რო შიოდესო და სციოდესო და შენ რო უთხარ, წადიო, გათვიო და დაპურდიო. რა გააკეთებსო? შენ თუ მარტო სიტყვით რო თქვა, სწორი იქნებაო? შენ თუ არ მიეხმარები და საქმით არ გამოხატავ ამას. ამიტომაც აი როდესაც ადამიანი რწმენის გამო რაღაცას გააკეთებს, შემდეგ ეს რწმენა უფრო მეტად ძლიერდება. მერე კიდევ გააკეთებს, მერე კიდევ უფრო ძლიერდება და ბოლოს დომინირდება ადამიანში. და ადამიანი უკვე ახსავსია ამ რწმენით. და მორწმუნე ადამიანის შეშინება შეუძლებელი. ადამიანი, რომელსაც ღმერთი ყავს მფარველად, შეუძლებელია რომ შეეშინდეს. თუმცა ზოგჯერ ხდება ისიც, რომ ერთ ადამიანს რაღაცა შეემთხვა, წაიბორძიკებს დაეცემა და ამ დროს აი როგორც მოთქმა მიიყვანა განღვეული მაცხოვართან, ვიღაცა ჭირდება რომ ხელი შეაშეროს, ვიღაცის როცა ჭირდება, ვიღაცის გამხნევება ჭირდება, ვიღაცის მაგალითი ჭირდება და ეს ყველაფერი ადამიანს შეაგულიანებს და მიუხედავად იმისა, რომ თავად აღარ შეუძლია მისვლა, სხვების მაგალითი თუ ლოცვით თუ გვერდში დგომით შეძლებს რომ უფალთან მივიდეს. და სულაც თუ არ შეუძლია პატრიარქმა რა თქვა, როდესაც შენ დაიღლები, უფალს მოუხმე და უფალი თავად მოვა შენთან. მაგრამ ეგრო ითხოვ, იქაც რწმენაა საჭირო, სხვანაირად ვერც ამას ვერ იცი. ღმერთმა დალოცოს ეს პატარები, რომელიც ჩვენთან დღეს სტუმრად არიან და მათი მშობლები და მასწავლებელი ჩვენი უფროსი მეგობარი და ყველასთვის საყვარელი ადამიანი ლექსო გელაშვილი და მინდა ვთქვა, რომ და მას გამოცდილება მეტი აქვს ჩემთან გაცილებით, შედარებით მეტი აქვს და მიუხედავად ყველა იმედგაცრუებისა თუ განსაცდელისა თუ ტკივილისა, ჩვენ არა გვაქვს უფლება რომ ვთქვათ, რომ აღარ შეგვიძლია. რაც ადამიანს არ შეუძლია, ღმერთს შეუძლია. და ღმერთი გააკეთებს ესე იგი და ღმერთმა ჩვენ ყველას მოგცეს იმის ძალაც და იმედიც, რომ კიდევ ბევრი გაკეთდეს. მეუფე ანდრია ამბობს ხოლმე, რომ არასოდეს არ უნდა თქვას, რომ მშობელმაო, რომ აი მე მეტი არ შემიძლია და რაც შემეძლო გავაკეთებ. ეგ არ უნდა თქვას, იმიტომ რომ კიდევ უნდა იფიქრო რა შეიძლება გააკეთო. რა შეიძლება გააკეთო. არასოდეს არ უნდა ჩათვალო მშობელმა, რომ მე უკვე რაც შემეძლო ის გავუკეთო. და საკმარისია, იქნებ მეტია საჭირო. და თუ ადამიანი ეძებს, როგორც ახარება ამბობს, იპოვის იმ გამოსავალს. ეძიებდეთო და იპოვით. უნდა ეძებოთ მშობელმა შვილთან ერთად უფალი და აუცილებლად იპოვო. მაგრამ თუ არ ეძებ და იტყვი, რომ რაც ვიპოვე უკვე ეგეც საკმარისია და მეტი აღარ არის საჭირო, ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩავთვალოთ ღმერთი მხოლოდ იმ ხელაა, რა ხელად ჩვენ წარმოვიდგინოთ, იმის იქით აღარ არის. და შემოუსაზღვრეთ ღმერთს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი უსაზღვრო. ჩვენ რასაც დღეს ვერ წარმოვიდგენთ, ხვალ შეიძლება ის გზა გამოჩნდეს. მაგრამ გულწრფელობაც იმაშია, დღეს რა გზაც გამოგიჩინა ღმერთმა, ის გაიარო. აი, ამას წინათ ეხლა გამახსენდა, ბავშვებს ვეუბნეოდი. სადღაც მივდიოდით მანქანით, ძალიან ისეთი ბორუსი იყო, ნისლი და არ ჩანდა წინ და ასეთი რაღაცა გამახსენდა, რომ ეხლა რადგან 50 მეტრის იქით არ ჩანს, 20 მეტრის იქით, სიტყვაზე ვამბობ, რა უნდა გაჩერდე ადამიანი, ის 20 მეტრი ხო ჩანს. იმ 20 მეტრს რო გაივლე, კიდე 20 ხო ჩანს და ყოველი თითო მეტრის იქით, თითო მეტრი ხო იხსნება. და სულიერ ცხოვრებაშიც ესეა. რაც ხედავ და რაც გესმის, იქამდე გააკეთე და იქ რომ მიხვალ აღმოაჩინე, რომ კიდე გამოჩნდა რაღაც. მაგრამ თუ დაждდები და იტყვი, რომ აი ნახე, არაფერი არ ჩანს, მარტო 1 მეტრი ჩანს.
მაგრამ სად არის გულწრფელობა? გააკეთა ის 1 მეტრი ხო ჩანს. მიდი იმ ერთი ნაბიჯი გადადგე და მეორე ნაბიჯისთვის იქ გაგეხსნება გზა. აქაც წმენა საჭირო და რატო ამბობ, აი მაგალითად, როდესაც ებრაელები აღთქმული ქვეყანაში შედიოდნენ, საოცარი რამე მოხდა, ესე ეგვიპტიდან გამოდიან მთელი 40 წელი იხეტიალეს უდაბნოში, იმიტომ რომ ურწმუნოთაობა ყველა გარდაიცვალა, ურწმუნოთაგან იმ თაობიდან, ვინც ეგვიპტიდან გამოვიდა და ურწმუნოები იყვნენ, ყველა გარდაიცვალა. თორე სინამდვილეში ეგვიპტიდან აღთქმულ ქვეყნამდე, ეხლა დღესაც რო შეხედოთ, ეგვიპტიდან ისრაელამდე რა თუნდა 40 წელი რო იარო, თუნდაც ფეხით რო იარო, რა თუნდა 40 წელი. მაგრამ 40 წელი იქიდან ეგვიპტიდან ისრაელამდე მისვლას კი არ უნდა. 40 წელი იმას უნდა და რომ იქიდან ცოცხალი აღარავინ ყოფილიყო, იმიტომ რომ ურწმუნო ვერავინ არ შევიდოდა აღთქმულ ქვეყანაზე. და როგორი ხალხი შედის აღთქმულ ქვეყანაში? რასეუბნება უფალი? აღთქმის კიდობანს მიაბრძანებენ და მდინარეა გადასალახი, მდინარე იორდანი და რასეუბნება, ნახეთ. როდესაც ფეხ ჩადგამთ მდინარე იორდანეში, მდინარე გაჩერდება და ერთხარეს დაიწრიტება და ხმელზე გადახვათ. ის მეწამული ზღვა კიდე სხვა რამე. აი, როდესაც იორდანე უნდა გადაელახათ, ზუსტად ეს მოხდა და აქ წმენა რაში იყო საჭირო, ნახეთ, უფალს კი არ უთქვამს, რომ დაელოდეთ, მდინარე გაჩერდება, გაშრება და მერე გადადეთ, ეგ არ უთქვამს. ანუ ჩადგით ფეხი, რწმენით ჩადგით და ჩადგამ თუ არა გაჩერდება. თუ არა გწამს იქ ვერ ჩადგამდით. ანუ უფალი გეუბნება, გააკეთე რწმენით და მოგეცემა. ჩვენ ვამბობთ, აბა მოგეცი უფალი. აი აბორტს იკეთებს ადამიანი. ვერ შევინახავ შვილს. უფალი გეუბნება, გააჩინე და მოგეცემა მაგის შესაძლებლობა. ჩვენ ვამბობთ, არა, ჯერ მოგვეცეს და მერე გავაჩენთ. ესმით? უფალი გეუბნება, ჩადგი ფეხი რწმენით და გაჩერდება. ჩადგეს ფეხი და გაჩერდება. მაგრამ რო არ ჩაედგათ ფეხი არ გაჩერდება. რა უთხრა მაცხოვარმა, როდესაც მოციქულებთან მივიდა, თევზაობით დამაშვრალებით, დილით, მთელი ღამე ითევზავეს და დილით ბადეებს კეცავენ, უფალი ეუბნება, ჩააგდეთ ნავის მარჯვნივ ბადე და დაიჭერთო. მოციქულები ეუბნებიან, მთელი ღამე ვითევზავეთ და ვერ დავიჭირეთ, ახლა რაღა უნდა დავიჭიროთ, თუ კი არ უთქვიათ. მთელი ღამე ვითევზავეთ და ვერაფერი დავიჭირეთ, პეტრე მოციქული ეუბნება, მაგრამ შენი სიტყვის ამებს ჩავაგდებთ. და ჩააგდეს იმ ადგილზე, სადაც მთელი ღამე ვერაფერი დაიჭირეს და იმდენი დაიჭირეს, რომ ბადეები იხეოდა, ძვლის ამოიტანეს, ნავზე და ნავზე რო ამოიტანეს, კინაღამ ნავიც ჩაიძირა. აი ღვთისადმი მინდობა და რწმენა. მაგრამ ახლა მოციქულ პეტრეს რო ეთქვა, უფალო, ჩვენ ვერაფერი დავიჭირეთ. თან ახლა ღამე ყველაზე უფრო მეტად ხელსაყრელია, არა თევზაობისთვის, ვისაც უთევზავი. დილით იგივე ადგილზე რა უნდა დაიჭირო და რო ეთქვა, უფალო, ჩვენ ვიშრომეთ, აი ლოგიკური აზროვნება რო ჩართული და ვერ დავიჭირეთ. და ეხლა რაღა უნდა დავიჭიროთ? უფალი არ დააძალებდა. უფალი არავის არ აძალებს. არჩევანის შესაძლებლობას უტოვებს და ეტყოდა, რომ კი ბატონო, არ დააძალებდა. მაგრამ ვერაფერს ვერ დაიჭერდნენ. მაგრამ რომ მიენდნენ, რო ირწმუნეს, მაშინ დაიჭირეს. ამიტომ ადამიანს ეს რომ მიენდობა უფალს, ვერ სიკეთეს მიემთხვევა. მანაზე კიდე ბევრი რამე შეიძლება ითქვას, მაგრამ ისიც სარწმუნოა, რომ ბევრის მიღებაც არ შეიძლება. ერთი კვირის საკვები რო ერთ დღეს მიიღო ადამიანმა, გაიგე არ დაადგება და თანდათანობით ჯობია. მე შეგვეციოს აბა, მერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფ.